ისევ ავტოსტოპი. ავტოსტოპის მეთოდი, არ გამწირო. გამარჯობა, ეს ადგილი ალბათ გახსოვს და ისიც გემახსოვრებო, რომ წინაზე თოვლის ბაბუის ფორმით გავსტოპე აქედან. მაგრამ დღეს ვაპირებ რომ რიგიდან ჩავიდე ტალინში, ანუ ლატვიიდან გადავიდე ესტონეთში. რიგიდან ტალინამდე სულ რაღაც 286 კილომეტრია გასავლელი, რაც ერთი შეხედვით ძალიან იოლი ჩანს. მაგრამ ამ მანძილის ავტოსტოპით დაფარვა ბოლოს ძველმა ბერძნებმა სცადეს ძველი წელთაღრიცხვით მეორე საუკუნეში და რა მოვიდავთ, ნუ იკითხავთ. რადგან ამ მიდამოებში საშინლად ცივა გასასწრებად ერთ-ერთი ყველაზე რთული მაგისტრალია და 2020 წელს ესტონეთი ტოპ პირველი ქვეყანა იყო სუიციდის მაჩვენებლით. ისეთი სახით მიყურებენ გონია რომ რაღაცას ვაშავებ. ერთმა მანიშნა მარტო რომ აქვე მივდივარო, ესე მანიშნა რომ აქ მივდივარო და არ ათარჩებიო. საშინლად ცივა და აი ამამინჩი რო არ გიჩერებს ვიღაცა, არის ძალიან ცუდი ადამიანი ჩემი აზრით. აი რავი, ხალებთან მოდიში, აი შანსი არ არის რომ ხალხო გაგიჩეროს მანქანა რა. ზედაც კი არ გიყურებენ, ისე მიდიან ხოლმე. მაგრამ სანამ იმას მოგიყვებოდეთ თუ ვინ გადამარჩინა ავტოსტოპზე გაყინვას, მოდი ვნახოთ თუ როგორ ჩამოვედი რიგაში. თბილისიდან აეროპორტამდე რა თქმა უნდა ავტოსტოპით ჩავედი და რიკოცე ისეთ თოვლში მოვყევი რომ ერთ მომენტში შემეშინდა ფრენაზე არ დამეგვიანა. ყველაზე თოვლიან ავტოსტოპში ვარ ხალხო, რომელზეც კი ოდესმე ყოფილვარ ცხოვრებაში და საქართველოში სანამ რიგაში ჩავალ იქამდე მომიწია. აი პირველ კაცს ვიღებდი ამაზე ვერ ვიფიქრებდი მაშინ რა. ხო და აი ძალიან სტაცობია აეროპორტამდე მივასწრებ თუ არა ეგეც კი არ ვიცი და იქ რა დავხვდება ღმერთმაიც ასე რომ გამოვყევით დამასაბსკრაიბეთ არ დაგავიწყოთ და სულ გიჯურ ამბებს შევაგდავაზე. წავედი. აჰა, როგორც ყოველთვის აეროპორტში დავაგვიანე. Esther. I'm making a YouTube. Say hello to my followers, to my subscribers. გამარჯობა. შეკინამდე აუცილებელი ხაჭაპური ჭამა და ტყემლის აღება. ტყემალი მიდოს ბარხში ვიყიდ. ესტერი გავისანი შარშანი რამ სრიალის როსა ეხა ერთად მივდივართ რიგაში სულ შემთხვევით აქ ვნახე აეროპორტში, ასე რომ მოგზაურობ ვერ გაიგებ ვერასოს ვისაც შეხვდება თან ხაჭაპურსაც. და ავტოსტოპით რომ მივდივარ რიგიდან ტალინში რა განცხადებას გააკეთე ამას დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ ყველაფერი იქნება 100-ზე, მაგრამ მაინც ნერვიულია. წავედი. თვითფრინავიდან ავტოსტოპის ღმერთთან კიდევ უფრო ახლოს ვიყავი და ბევრივე ჩალიჩერო ტალინში უსაფრთხო ჩასვლაზე დამეკერა, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ შევკერე. ჩამოვედი ხალხო რიგაში ვარ ეხლა. აეროპორტიდან გამოვყევი სამ ქართულ სტუდენტს, რომლებიც აქ ცხოვრობდნენ და ისე მოხდა რომ სადღაც ჩვენთან ძალიან ახლოს ცხოვრობდნენ და პირდაპირ ტაქსი მოგვიყარეს. მადლობა აქედან თუ ნახავთ ამ ვიდეოს ბავშვებო. მოდი ახლა განახებთ $27 საცხოვრობ რიგაში. აი ესეთი აკვარელი სივრცეა. აი იქეთ წინ არის ჩემი ოთახი. წამოშევიდეთ და ვნახოთ. აი ესეთი ადგილია და ქალაქის ცენტრში ავსთავარია. ეს არის რეალურად სივრცე, სადაც მარტოც რომ არ იყოთ შეგიძლიათ დარჩეთ მეგობართან ერთად და ეგეს გასწრითოთ $27. უბრალოდ აი აქეთასაც ხედავთ ეს სახლებიც ოთახებიც არის სხვა ადამიანების რა. ჰოსტელის ტიპის არის, მაგრამ მე გამიმართლა მარტო ვარ. ასე რომ $27 აი მთლიანად ეს სივრცე ჩემია. რა ვიცი. გონი ძალიან кайფასია. თან რაც თავარია ქალაქის ცენტრში არის. წავედით. ჩემი დღევანდელი ცივი ღამის ჩელენჯი არის, რომ უნდა ვნახო მიტოვებული კარდონი, რომ ზედ დავწერო ალინი ხვალისთვის, რომ ავტოსტოპზე ვინმემ გამიჩეროს. მოკლედ ვერაფერი ვერ ვნახე და ნაგვის ყუთში ვნახე კარდონი. აი აქ. უნდა მოვიხო. რა ვქნა? სპაგზა არ ვაკვალ ვერ წავალის. რებს ვკადრულობ, რომ ნაგვის ყუთიდან ამოვიღებ იცის რაღაცა. ამაზე უნდა დავწერო ხვალ. ოდიში დედა. მარტო მოგზაურობის თავარი მუღამი ისეთ რა არის, აი რაც არ უნდა სისულელე გააკეთო, არავინ არ გეტყვის, რომ არ უნდა გააკეთო. და პლუს აი სულ რომ აი ესეთი რაღაც გააკეთო, რომ ნაგვის ყუთიდან ამოიღო კარდონი, იმ ხალხს ვინც გნახა, მეორეჯერ ვეღარ ნახავ და სულ ფეხებზე გკიდია. და პლუს მაგას კიდე რიგაში არ უნდა დადეს, მაინც ჩემს გარდა მარტო მე ვარ და რა ვიცი. წავედი ახლა, იმედია ხოლ გამიმართლებს. ავტოსტოპისთვის ძალიან ადრე გავიღვიძე, რადგან ქალაქგარეთ უნდა გავსულიყავი და რამდენი ხანი მომიწევდა მაგისტრალზე ყოფნა, არავინ იცოდა. ეხლა არის დილის 8 საათი, აქ და ვიდივარ რიგის გარეუბანში, რომ დავდგი ავტოსტოპზე, იმიტომ რომ ცენტრიდან გასწრება შეუძლებელია. საშინლად ცივა და ძალიან მეძინება. და იმედია მანქანას მალე გავაჩერებ, მაგრამ მაგის იმედის არ მაქვს. წავედი. ეხლა კი მოდი ვნახოთ რა გამიჩარიჩა ავტოსტოპის ღმერთმა და ვინ გადამარჩინა მაგისტრალზე გაყინვას. გამიჩერა დედას ვწავარ გამიჩერა თუ ჯეროდეს. Hello, I'm going to Tallinn. Yes. You're going to Tallinn? It's like here? Yes. Okay. No, it's 10 kilometers from the border. Okay, I will go with you, okay? Thank you. გამიჩერა ხალხო. Oh my god. Oh, yeah. Aristan, thanks for stopping. No problem. My name is Archie. I'm from Georgia. 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 You know Georgia? I know Georgia. Oh really? Yeah. Do you have children? No, not yet.
I need to think about it. If you ask my father, I have to think about it also. In Georgia, it's like this when you are like 27 or like 30s, or you must have children. Yeah, I'm 45. It's okay. It's your But life. my girlfriend is 10 years younger, but it's okay. But if you ask my father, I have to stop traveling and I have to settle down. You know, like have children. არ დაუჯეროთ აბაჩებს ხალხო. მოგზავნ. 1 საათის მერე წლებს გავაჩერე და მივდივარ ბოლო ქალაქი არის ლატვიის სალასკრიბა, ეგრეა, ერაფეთ მაგას მაგამიჩერა და ძლივს გავთვლი. მაგრამ მიხარია რომ გამომივიდა, აი ძალიან მიხარია რომ გამომივიდა, იმიტომ რომ არ მეგონა რომ აქამდე მოვიდოდი რა და აი ტალეში და ჩავალ ძალიან ბედნიერი ვიქნები, იმიტომ რომ ძალიან რთულ დავალება შევასრულებ, რომელიც ჩემს თავს დავუსახე ამ წელს. თან პირველი დავალება არის იანვარია. გამომწევი და იმედია იქაც ვინმე გამიჩერებს. Thank you. Thank you. ჩამოვედი ხალხო ერთ-ერთ პატარა ქალაქში ვარ ახლა ახლოს სტალინის საზღვართან და წვიმს. კაკა ადამიანი იყო ბევრი ვისაუბრეთ, ნახოთ რა გამოვა. 1 საათი მედია კიდე არ მომიწევს ავტოსაბზე გოვა. Few minutes later. Capicera. Hello. Where you going? აინაში. Ainaji. Okay, I'm gonna go see. ანუ ეს ძალიან მალე გამიჩერეს და აქვე მივდივარ 10 კილომეტრში, მაგრამ ასწორებს რა. ეს 10 კილომეტრი ძალიან მნიშვნელოვანია. ჩიგრები. Thanks for stopping. I'm from Georgia. Gruzia, да. ეს 10 კილომეტრი საკმაოდ მალე გავიარეთ, რადგან არც ერთი ენა არ იცოდნენ, ვცდილობდი რომ ლატვიურ ენაზე გამეგო ჩემს მოტაცებას და სადმე გადამალვას ხომ არ აპირებდნენ. Thank you. Спасибо. ეგა ამ ხალხს დავემშვიდობე. მოკლე იყო ძალიან ეს ავტოსტოპი, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მადლობა ავტოსტოპის ღმერთს. ეხლა მთავარი არის, რომ ტალინის საზღვარი გადავკვეთით. ეხლა მაგრამ აი ზუსტად საზღვართან და მე ალბათ უფრო გავიმართოთ. ალისკენ ესტონეთის საზღვარი, ტალინის. წავედი. ეხლა ვარ მეგობრებო ზუსტად ესტონეთის საზღვართან რა. ეხლა დიხარ აქედან ესტონეთის საზღვარზე. პროსტა მანქანები აღარ დადიან და არ ვიცი. თან წვიმს და იმედია აქ არ ჩავრჩევ. ძალიან არ მინდა. მართლა ძალიან არ მინდა რომ აქ ჩავრჩევ, ნახეთ. რაღაცნაირი სევდიანი ადგილი. აქ სიკვდილი ვისენდობებოდა არ არის. ჩემი ავტოსტოპის ალბომი იგრძნობს რომ აი აქ არის ადგილი, სადაც შეიძლება რომ გავიჭედო. თან ძალიან შეიძლება რომ გავიჭედო და რაც ძალიან არ მინდა. დამეკიდეს ნეტა რამე რიტუალი თუ არსებობს რომ ავტოსტოპის ღმერთი გამოვიძახო. ყველაზე ცუდი ისაა რომ ანუ საერთოდ მარტო ვარ და ნახეთ არაფერი არ მოდის. არც იქიდან, არც აქედან. ანუ საერთოდ არაფერი არ მოდის და საერთოდ მარტო ვარ. ძალიან ცუდი შეგრძნება არის. დედასპიცა ვარ, ძალიან ცუდი შეგრძნება არის. გონი პირველად იყო როცა ისეთი რაღაცა მანიშნეს, რაც არ ვიცოდი რას ნიშნავდა. საზღვრისკენ მივდივარ ფეხით ახლა. პროექტები იქ გავაჩირო რამე, იმიტომ რომ აქ არაფერი არ დადის საერთოდ ამ ადგილას. და საშილად ცივა და ერთ ადგილას გაყინვა შეუძლია რომ იარო. აი ცუდი ადამიანია. გამიჩერა მე მგონი. არ გამიჩერა. გამიჩერა დედას პიცა ვარ გამიჩერა. აი რა მაგარი გზნობა არის თქვენ არის. თან უცხო ქვეყანაში როცა გიჩერებენ აი ეს. ძალიან კაი გზნობა. აუ ეხა ეს ტალინში მიდიოდი ეს. Hello. I'm going to Tallinn. Is it like on the way? Yeah. Erno. City Pärnu. Estonia. Yeah. Okay. Erno აზრზე არა ვარ სად არის? მაგრამ მინდა გავყვეს აქ და არა. Thank you. English, Russian? Russian. По-русски. По-русски, yeah. ჩემი მესამე სტოპია მეგობრებო და ჩავედი პარნუში მივდივარ. ეხა ერთ-ერთი ქალაქი არის აქ რა. ესტონეთში გადმოვედი. ეს კაცი არის აქაური ქოსი რა, ეგეთი ამბავია. არა, ნუ კაი კაცია გამიჩერა მაინც ასმერჩი, მადლობა. ხო და აი აქიდან დამრჩება ალბათ სადღაც კიდე 2 საათი ალბათ ტალინამდე დაახლოებით და ნახოთ რა გამოვტრო გათხოვდა. წავედი ხა. Спасибо вам. ამ კაცსაც დავემშვიდობე. პარნუში ვარ თოუს და კიდე 2 საათი დამრჩა და ეხა ფეხით უნდა ვიარო აქიდან, იმიტომ რომ ქალაქში შემომიყვანა. სიკეთე გამეკეთა, მაგრამ თან ქალაქში შემომიყვანა და ეხა აქიდან ფეხით უნდა ვიარო, ძალიან შორი არის ალბათ ავტობანამდე. დავიღალე 2 საათი კიდე უნდა ვიარო, წავედი. აჰა, რო გონია მარტო ქართველები ვაკეთებთო. არა, ყველგან აკეთებენ ამ სისულელეს. გეუბნებით მარტო ქართველები რო ყველაფერსო ჩვენ ვიბრალეთ, მარტო ჩვენ ვართ ცუდებიო. არა ვარ, ყველგან აკეთებენ მაგას. მაგ სისულელეს. და ბევრს კიდე სხვანა ის. როცა წამოხვალ სამოგზაუროდ, ბევრს ეგეც აღმოაჩენთ რა. მიყვარს სირთულეების გადალახვა. ვითომ ცოტა მქონდეს, იმაგვიანდება, მაგრამ ჭამა აუცილებელია. პარნუდან ტალინამდე კიდევ 127 კილომეტრი იყო დარჩენილი, რაც რეალურად მოდუნების საშუალებას არ მაძლევდა, მაგრამ მე მაინც გადავწყვიტე, რომ ჩემი თავისთვის მეფური ლანჩი მომეწყო და საკუთარ თავს სენდვიჩით და თხილით გავომასპინძლე. აი მე როგორ უნდა გამიჩერო მანქანა. ნასაყვარლი დებილი. ავანახეთ, ამას თუ ჩავიგდებ, მალე გამიჩერებ. ოპა!
თუმცა გამოვრჩა ერთი ფაქტი, რომ მაგისტრალზე მანქანის გაჩერება ბევრად უფრო რთულია ვიდრე ეს ჩვეულებრივ გზაზე, რადგან მანქანები ძალიან მაღალი სიჩქარით მოძრაობენ. ისეთ რამეს ვაკეთებ, რაც არ შეიძლება. აქ როგორ გამიჩერებენ არ ვიციო. ხო, მართლა სანამ ტალეში ჩავედი, გამოიწერეთ რა ჩემი არ. რომ მე უფრო მეტი სიგიჟეები ვაკეთო. ჯერ ვერ ჩავედი, მაგრამ მედია ჩავალ. გამოიწერეთ. ხო. ეგონა გამიჩერა. ჩემი სათუთი თითის ამბავი ხო გახსოვთ, ნახეთ რა ლამაზია აქაც. აქაურობას უხდება. პარნუს უხდება საოცრად. თითი. სათუთი. გავჩერეთ. თითი. სამწუხაროდ მიწის თხილის პირში ჩაგდებამ არ გაამართლა, რადგან სტანდარტული მეთოდებით მანქანა ვერ გავაჩერე და ჰაივეიზე ყველას ფეხებზე ვეკიდე. რადგან არ მიჩერებენ უკიდურესობას და ვიმართო ავტობანზე ვარ და აქ არის ერთ-ერთი შუქნიშანი, აი ამ ადგილას რა ზე. და აქვე დავდგე და თვალებში უნდა ვუყურო, რომ იქნებ წამიყვანო, თორე სხვა გზა არ მაქვს. აქ ვერ გავიყინები. ძალიან არ მინდა ამის გაკეთება, რაც ახლა გავაკეთე, მაგრამ ერთ-ერთი შანსი არის მე მგონი. თვალებში ძალიან ბევრს ვუყურებ. ვუყურე 1-ს, 2-ს, 3-ს და ძალიან ბევრს, მაგრამ ალბათ ყველას ეგონა რომ რაღაცის დაშავებას ვაპირებდი და მანქანას არავინ მიჩერებდა. ამასობაში კი ტელეფონის დამიჯდა და powerbank-ზე შევაერთე, რომ დამეტენა და ზუსტად ამ დროს მოხდა ის, რისიც ყველაზე მეტად მეშინოდა. სწორედ ამ დროს გამიჩერეს მანქანა გზის მეორე მხრიდან და ვერ მოვასწარი რომ ეს კადრი გადამიღო და თქვენთვის მეჩვენებინა, რადგან ეს ადამიანი შუქნიშანზე იდგა და ძალიან მეჩქარებოდა. თუმცა ჩემს YouTube-ში შემორჩა მისი მანქანის ნომერი და ძალიან დიდი მადლობა ამ ადამიანს, რომ დაწყევლილ highway-ის მომაშორა, რომ შემდეგი მანქანა გამეჩერებინა. ამფული ვაიბებია რაღაც ავსახს რა ძალიან. არა? არავენ, ვერები ყველაფერს ჩვენ ქართველებს ვყარავენ რა, შეიძლება ეს. ყველაფერს მოყარვა გამიგონია გასწო. სახლის მოყარეს. გამიჩერა, ხალხო ტალინში მივდივარ ჯეროდეს. ჩემს ბოლო მანქანაში ვარ, მეგობრებო, იმდენად დამჯდარი იყო ტელეფონი, რომ უეი წამიდნაგება ვერ მოვასწარი რა. მადლობა მაგაგვეს. Thank you for stop the car. ესეც ესე მოგზაურობს თურმე, დიდად არც ერთიანი არ იცის, მაგრამ ის წინა რო ხოცი იყო, ეს ხოცი არ არის, ეს კარგი კაცი არის, რუსები არ ევასება, მაგრამ დედაშენიც. პირდაპირ მივყავარ ტალინში, 5 სტოპში ჩავედი ტალინში, ესე გამოდის რა. საკმაოდ დიდი ხანი ვიდექი გზაზე, მაგრამ ძალიან კაი გამოცდილება იყო, აი ძალიან გამიხსენდა რომ შეუძლია ამის აკეთება მარტო. თორე იმედიასაც ვერ გადააკეთებს ეს კაცი. რავი, მაგის პირი არ უჩვენს ხო. ტალინში რო ჩავედი და მე გეტყვით გადავჭებით თუ არა ჩემეგობაი რომ ბალტიის ზღვაში ჩავიყავს ის რომ თავი ვიდეოს მოვიდა და გამომიწერეთ რაც თავარია იმიტომ რომ ძალიან დიდი мотиваცია არის ეგ ჩემთვის და ჩემი YouTube არქივში საბაგე ჩამოვედი ხალხო გჯერათ Thank you It was nice to meet you It was nice to drive with you Have a good life Bye Thank you იმენა უკარგესი კაცი იყო საყვარლესი რაღაცაი დავიდა აი ანუ მართლა ძალიან კარგი ადამიანები აჩერებენ ავტოსტოპზე ყველგან ყველა ქვეყანაში ვისაც გეშინიათ ხოლმე რომ ვაიმე რამე არ მოგვიდეს და ვიღაცამ არ მოგიტაცესო არ ვიცი პირიქით ყველა რავი ძალიან კაი ტიპი აჩერებს რა ხოია სადაც ხელ კარგია მე ყველა ქვეყანაში რას გამისტოპია ხორვატიაში გამისტოპია ავსტრიაში ბალტიისპირეთში ეხლა კიდე მეორე გამისტოპია და ძალიან კარგი გამოსწრება მქონდა პირი აი ტალინში ვარ ესეთია და ეხლა იწყება მთავარი ამბავი რაც არის რომ ჩავიდე გაყინულ ბალტიის ზღვაში თან მე მგონი თავს აპირებს და უფრო ლამაზი კადრები იქნება მაგრამ უფრო ცივი ჩემთვის თან კარგია თან ცუდი ვიღაცებს თუ გეგონათ რომ ვერ ჩამოვიდოდი თქვენ კი არა მეც ეგრე მეგონა რომ ვერ ჩამოვიდოდი მაგრამ აი აქ ვარ ტალინში ვარ არ დაგიმალავთ და არ მეგონა თუ ჩამოვიდოდი და შევძლებდი აქ ჩამოსვლას ავტოსტოპით მადლობა ავტოსტოპის ღმერთს რომ გადმომხედა და ჩამოვაღწიე და გადმოკვეთ ეს ბალტიის ორი ქვეყანა და ასევე მადლობა მობინექს რადგან რომ არა ინტერნეტი რომელიც ყველგან იდეალურად იჭერდა ვერ მოახერხებდი რომ გამეგო თუ სად რა ლოკაციაზე ვიყავი მაგრამ ეხა რაც უნდა გავაკეთო მაგაში ვერც მობინექსი და ვერც ავტოსტოპის ღმერთი ვერ დამეხმარება რადგან ვაპირებ რომ გაყინულ ბალტიის ზღვაში ჩავიდე აქ რავი საშუალოდ -10 -20 გრადუსი არის ხოლმე დაახლოებით ყინვა და ჩვენ მოგიწევს რომ ღამე წავიდეთ ჩემ მეგობარ ქართველ აისმენთან ერთად გაყინულ ბალტიის ზღვაში. ასე რომ დამასაბსკრაიბეთ დარჩით ჩემთან, რაც ჩემთვის დიდი мотиваცია იქნება გაყინული ბალტიის ზღვის წინ და თუ გადავრჩი იქაც ძალიან მაგარი ვლოგი იქნება იმის შესახებ თუ როგორ ჩავდივარ ამ გაყინულ ბალტიის ზღვაში ჩემს მეგობართან ერთად. აბა დღეს ვაპირებ რომ გაყინულ ბალტიის ზღვაში ჩავიდეთ. წავედით ლომო. წავიდა. აბა რა ბიჭო თერაპია არის, ძალიან მაგარია ხალხო თერაპია. აი, მათ შორის ენდორფინი ანუ ჰორმონული ცვლილებები იქ ანუ ქარი გავხდები? მაგით იწყება ევროპაში მაგარი გეები ამცირებს სტრესს, შფოთვებს, ხსნის იმას რა ქვია, არ კიდე დიარეას.
მეთქი ნაფიჩი. შეიძლება გაითიშო და მე იქ მართლა ვერ მოგიყვან. ამომიყვა. არა, უნდა მოსულყო რა მოგიყვან. შენი გომი შეჯანდება ჭირდება. რა დედა ჩემს აუღეთ რა. ძალიან ცივია.